Საომშვიდობის მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ გადავწყვიტე ვიდეო ბლოგების ამ ფორმით ჩაწერა, რადგან უფრო მეტი ინფორმატიული იქნება, უფრო მეტად მარტივად გასაგები აუდიტორიისთვის. და პირველი თემა, რომელი თემაც შევარჩიე, რა თქმა უნდა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ეს ეხება აზერბაიჯანი რუსეთის დაპირისპირებას, რომელი დაპირისპირებაც ბოლო დღეები არის, განსაკუთრებულად ცხელფაზაში გადავიდა. ცხელფაზაში ახლა არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, პირდაპირ სამხედრო კონფლიქტი, მაგრამ პრაქტიკულად შეიძლება ჩაითვალოს, რომ აი ამ სამხედრო კონფლიქტის გარდა ქვეყნები ერთმანეთის მიმართ არიან ძალიან აგრესიულად განწყობილები, მიმდინარეობს დიპლომატიური სკანდალები, დემარშები და ასე შემდეგ. ახლა ვინც ეს დღეებია ჩემ ვიდეო ლაივებს აკვირდებოდა, უსმენდა ამ თემას ყურადღებით ვაკვირდებოდი, განვიხილავდით და საერთოდ ერთი რაღაცა არის, იცით, როდესაც ორ ქვეყანას შორის რაღაც ეს დაძაბულობა ხდება, არა მარტო არ შემთხვევაში, ზოგადად საერთოდ პოლიტიკაში, გეოპოლიტიკას არ ახასიათებს შემთხვევითი გამოხტომები, იმპულსაცია, მით უმეტეს ახლა ესეთი დონის ქვეყნებს, როგორიც რუსეთი არის და როგორიც აზერბაიჯანი უკვე შედგა ესეთ ძლიერ სახელმწიფოდ რეგიონში, ჩვენ თვალწინ ჩამოყალიბდა სახელმწიფო, რომელმაც აი ყველას დაუმტკიცა, რომ მას შეუძლია როგორც პოლიტიკური, დიპლომატიური ომი და ბრძოლა, ასევე ბრძოლის ველზე და არ ვიცი ახლა ვისაც გინდათ დაუძახეთ ფაშა, ვისაც გინდათ დაუძახეთ დიქტატორი, რაც გინდათ ის დაუძახეთ ალიევს, მაგრამ ალიევის დამსახურება არის და ალიევების ოჯახის დამსახურება არის, რომ აზერბაიჯანმა თავისი ეკონომიკა ასე ძლიერ განავითარა, დემოგრაფია აიყვანა 10 მილიონზე და რა თქმა უნდა შეიარაღებული ძალების გაძლიერების შედეგად 44 დღიანი ყარაბაღის, რომელსაც სამამულო ომს უძახიან აზერბაიჯანში, აღადგინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ახლა ქართველები ამას რო დაუკვირდეთ, ყველა ის ოცნება, რაც ქართველ ადამიანს აქვს, ზოგადად საკუთარი სამშობლოს გადარჩენისთვის და არსებობისთვის, ალიევებმა და მათმა ოჯახმა უკვე აზერბაიჯანელ ხალხს შეუსრულა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაც და რა თქმა უნდა დემოგრაფიული პროგრესიც. აქედან გამომდინარე, ახლა აზერბაიჯანს რატომ გაიხსნა, მაგრამ ეს ძალკე საკითხი არის. გულისხმობ იმას, რომ აზერბაიჯანი როგორც სახელმწიფო უკვე შემდგარი არის, ჩამოყალიბებული არის, საერთაშორისო დონეზე მტერმოყვარის მიმართ თავისი პოლიტიკის გატარებას აპირებს და ახდენს კიდეც, იქნება იგივე ევროპის მიმართებაში, კონკრეტულად საფრანგეთის მიმართებაში, თუ აი ახლა ამ შემთხვევაში რუსეთთან მიმართებაში. ეს დღეები, როდესაც მოხდა ეს მოვლენა, რომელიც მოვლენამაც ასე რომ ვთქვათ, დაიწყო ეს პროცესების ასეთი განვითარება, ანუ აზერბაიჯანული ეროვნების ადამიანების ლიკვიდაცია რუსეთში ყველამ რაღაცნაირად ცოტა გაკვირვებულად შეხედა ამ ყველაფერს, რომ როგორ აქამდე არაფერი არ ხდებოდა და უცებ რატომ მოხდა თან ასე ორი ადამიანის გასაგებია, ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი არის, მაგრამ ბოლო-ბოლო ეს ხალხი რუსეთის მოქალაქეებიც იყვნენ, რუსეთში ხდებოდა ეს ყველაფერი და თანაც ჰქონდათ კრიმინალური წარსული. ძალიან საინტერესო გამოხმაურება იქნა თვითონ ხალხიდან, რუსებიდან ამ ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით. მე მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ეს ერთ დღეს არ მომხდარა, ურთიერთობები ამ ორ ქვეყანას შორის ბოლო 1 წლის მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ ფუჭდებოდა, ეს იყო აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდება რუსეთის ტერიტორიაზე, მისი უბრალოდ დაცხრილვა და შემდეგ ყაზახსტანში განცდილი კატასტროფა, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა, ასევე აზერბაიჯანის დეპუტატის გამოძევება
ასტრახანიდან ეს უკვე დიპლომატიური სკანდალი იყო სერიოზული და ახლა ეს მომენტი დადგა. მაგრამ რაღაცნაირად ბაქომ ძალიან სწრაფად, ძალიან ყისიერად და სარკისებრივი მოქმედა ამ ყველაფერზე. ამას მოყვა მთლიანად რუსული, ასე რომ ვთქვათ, კულტურული ღონისძიებების აკრძალვა, რუსული სახლის დახურვა, რუსული საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკის დახურვა აზერბაიჯანში, რუსეთის მოქალაქეების დაჭერა, დამცირება, შეურაცხყოფა, აგენტებად გამოცხადება და მოკლედ გადავიდა ეს ყველაფერი, ასე რომ ვთქვათ, უკვე ცხელ ფაზაში, რასაც რუსებმა თავის მხრივ უპასუხეს და უპასუხეს ძალიან მკაცრად მთელი რუსეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული დიასპორების მიმართ მიმდინარეობს დევნა, მიმდინარეობს ასე რომ ვთქვათ შევიწროება, აკრძალვა, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ოფიციალური დიასპორები თუ იქნება კრიმინალური სამყარო, მათ შორის აზერბაიჯანული ავტორიტეტი ქურდი, კანონიერი ქურდი დაიჭირეს, ასევე აზერბაიჯანელ ბიზნესმენებს, ოლიგარქებს დაერიან რუსეთში ძალიან სერიოზულად და გამოჩნდა ისეთი რაღაცეები, რომ ზოგიერთი აზერბაიჯანელი ბიზნესმენი, რომელიც განაწყენებული გახდა აქედან გამომდინარე რუსეთთან დაკავშირებით, მათ ფულები ჩარიცხეს უკრაინული ჯარის ანგარიშზე და მოკლედ ძალიან სერიოზულად დაიძაბა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. ამიტომ რაში არის საქმე, რასთან აგვაქვს საქმე, საერთოდ აი ჩვენი სამეზობლო არის, კარის ყურეში ხდება ეს ყველაფერი და მოკლედ აი ამის განმარტება მექნება დღეს, რომ ძაღლის თავი სულ სხვა ადგილზე არის დამარხული და პრობლემები, რომელი პრობლემებიც შეიქმნა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში, საერთოდ არ უკავშირდება კრიმინალურ ავტორიტეტებს, ორ მოქალაქეს, სამ მოქალაქეს, როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან ამას ყველა გადაყლაპავდა პოლიტიკასთან დაკავშირებით და გაჩერდებოდა, ისევე როგორც რუსეთმა გადაყლაპა ყარაბაღის ომის დროს თავისი 5 სამხედროს გარდაცვალება და ესე შემდეგ. მაგრამ აი რა მოხდა ახლა და რატო ხდება ეს ყველაფერი. მოკლედ ამ თემას გამიხილავთ, შევეცდები ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ჩემ აუდიტორიას აუხსნა, თქვენს წინაშე არის რუკა, რომელი რუკაც წარმოადგენს ჩვენი რეგიონის, ახლო აღმოსავლეთის და კავკასიის რუკას, ასევე შუა აზიის რუკას და გამოსახული არის ქვეყნები, რომელი ქვეყნებსაც ნაწილი ქვეყნების, რომელი ქვეყნებსაც ერთმანეთთან საერთო გააჩნიათ, როგორც ეთნიკური ნიშნით, ასევე რელიგიური ნიშნით. ანუ ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, ეს არის სახელმწიფოები, რომელი სახელმწიფოებიც არიან საერთაშორისო სამართლის სუბიექტები და ეს საერთაშორისო სამართლის სუბიექტები არიან თურქული ოჯახის წარმომადგენლები და ისლამური სახელმწიფოები. ეს არის თურქეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი. აი ეს ქვეყნები ყველა მოიაზრებიან დიდი თურანის ქვეყნებად. ანუ ქვეყნები, რომლებსაც აერთიანებთ თურქული ოჯახი, ფესვები და ისლამი. ეს გეგმა ოსმალეთის იმპერიის, ასე რომ ვთქვათ, ნეოოსმანიზმის რეალიზების გეგმა არის, რომელიც თურქეთში ჩაისახა და რომლის, ასე რომ ვთქვათ, ინიციატორიც იყო თურქეთი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მაქსიმალურად გაშალა ფრთები ამ გეგმის მოქმედებამ და თურქეთმა თავისი რბილი ძალის გავლენები აი ამ ქვეყნებში, მათი არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი საგანმანათლებლო სისტემები, მათი ჰუმანიტარული დახმარებები, მათი საგანმანათლებლო სისტემები, ყველა ეს ქვეყანა ჩართო ამ ყველაფერში. თუმცა ამ ქვეყნებს, ამ უზარმაზარ ქვეყნებს, იგივე ყაზახეთს, რომელიც ამხელა ტერიტორიულად ათეულში შედის, მსოფლიო დიდი ქვეყნების ათეულში შედის და დანარჩენ თურქეთს ერთმანეთთან სახმელეთო კავშირის პრობლემა გააჩნიათ. ეს სახმელეთო კავშირის პრობლემა გამოწვეული არის ორი ქვეყნის არსებობით. ეს ქვეყნები არის საქართველო და ეს ქვეყნები არის სომხეთი. ახლა თუ კი როგორც რუკაზე ხედავთ, საქართველოსთან მიმართებაში
კორიდორი, დამაკავშირებელი კორიდორი აზერბაიჯანთან შედარებით უფრო მეტი არის. სომხეთის შემთხვევაში ეს კორიდორი, ანუ კავშირი, სახმელეთო კავშირი რომ ამ ქვეყნებს შორის შეიქმნას, და პრობლემას წარმოადგენს სომხეთი. და სომხეთის სამხრეთი ნაწილი, რომელსაც ქვია ეგრეთ წოდებული ზანგეზურის კორიდორი და ის სულ რაღაც 40 კილომეტრს წარმოადგენს. ყარაბაღის ომის შემდეგ ამ კორიდორის გახსნის საკითხი აქტიურად დადგა დღის წესრიგში. სხვათა შორის თავის დროზე ომის დასრულების დროს პაშინიანმა მოაწერა ხელი კორიდორების გახსნას რეგიონში. და ამის შემდეგ კორიდორი გახდა ძალიან დიდი ინტერესის საბაბი, რომელიც საბაბიც თელ მსოფლიო, ასე რომ ვთქვათ, გეოპოლიტიკურ ცვლილებებს უდებს საფუძველს. რატო ხდება ასე და როგორ ხდება ასე, აი აქ არის ყველაფერი ძაღლისთავი დამარხული. ახალი არაფერი არ ხდება, თურქეთი როგორც იმპერია იწყებს თავის გავლენების აღდგენას, გაძლიერდა როგორც ეკონომიკურად, ასევე დემოგრაფიულად, 85 მილიონი გახდა. ახდენს გაძლიერებული და განვითარებული ქვეყანა თავის ტომელებთან კავშირების დამყარებას და აი ამ კავშირების დამყარების პროცესში ეს ორი ქვეყანა არის უშუალოდ პრობლემა. ომის შემდეგ ყველაზე, ასე რომ ვთქვათ, სუსტი წერტილი და ყველაზე მეტი იოლად გასაჭრელი კორიდორი ზუსტად აღმოჩნდა ზანგეზურის კორიდორი. კორიდორი, რომელიც დააკავშირა აზერბაიჯანისთვის განსაკუთრებულად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის, დააკავშირებდა აზერბაიჯანს სახმელეთო კავშირით თავის ავტონომიურ რესპუბლიკასთან ნახჭევანთან და ნახჭევანის შემდეგ დაკავშირდებოდა უკვე თურქეთთან. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს საუბრები, გეგმები, 1000 რაღაცა, მაგრამ ჯერჯერობით ქმედითი ნაბიჯები არ იქნა გადადგმული. იმიტომ რომ აღნიშნული კორიდორი ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის ქვეყნებს, რეგიონალურ ქვეყნებს და მსოფლიო გეოპოლიტიკის მოთამაშე ქვეყნებს, რუსეთს და ირანს. თუ კი დეტალებში ისტორიას გადავხედავთ, როგორ, რანაირად და რატომ აღიქმება ეს ყველაფერი პრობლემად, უნდა ჩავხედოთ რუსეთის და თურქეთის ურთიერთობებს, უნდა ჩავხედოთ ირანის და ოსმალეთის იმპერიის ისტორიულ დაპირისპირებას და აი ამ აქედან გამომდინარე მარტივად გასაგები გახდება თუ რატო არის მიუღებელი რომელიმე ქვეყნისთვის ასეთი კორიდორის გაჭრა და კავშირის შექმნა. მოკლედ, ანუ გავერკვეთ პირველ რიგში, რომ ეს დაძაბულობა ყველაფერი წამოსული არის ზუსტად თურქული სამყაროს შექმნის, ჩამოყალიბების და განვითარების გამო, რომელიც რუსეთისთვის ეს გეგმა პირდაპირ არის დამღუპველი. დამღუპველი არის ეს გეგმა, მაგრამ პროექტს თურქეთის გარდა ყავს ასევე უამრავი მსოფლიო მოთამაშე, მოთამაშეებისთვისაც ეს პროექტი ისტორიულად იყო მისაღები. და ესეთი ქვეყნები არიან ბრიტანეთი, უმთავრესი, რომელიც ერთ-ერთი შემქმნელი არის აი ამ თურქული სამყაროსი ისტორიულად თურქეთის მოკავშირე დასავლეთში და საერთოდ კოლექტიური დასავლეთი, რომლისთვისაც რუსეთის დასუსტება ეს არის ამოსავალი წერტილი, მაგრამ ბრიტანეთი თვითონ როგორც საერთოდ ჩვევია ბრიტანულ პოლიტიკას არსად არ ჩანს. ღიად არსად არ ჩანს. ბრიტანეთის გავლენის სფერო, ეგრეთ წოდებული პროქსი, რომელიც ახლა არის ცნობილი რეგიონში არის თურქეთი, თურქეთის პროქსი არის აზერბაიჯანი და აი სამი ძაღლისთავი არის დამარხული და ეს ყველაფერი გადის სომხეთზე. სანამდე არ მოგვარდებოდა ეს ყარაბაღის საკითხი, მანამდე ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი პრაქტიკულად და აი ფიქრიც წარმოუდგენელი იყო, მაგრამ როდესაც ყარაბაღის კონფლიქტი იქნა გადაჭრილი, აი ამ დროს უკვე შესაძლებელი გახდა ამ კორიდორის შექმნა. ახლა უნდა დავუკვირდეთ ყველაფერს იმას, თუ როგორ მოხდა ამ კონფლიქტის, ასე რომ ვთქვათ, გადაჭრა. აზერბაიჯანი წლების მანძილზე ემზადებოდა გეგმაზომიერად, გეგმის განსახორციელებლად, რაშიც რა თქმა უნდა მხარში ედგა თურქეთი. ელოდებოდა საჭირო მომენტს, როდესაც
შეძლებდა ძალის ისეთ გამოყენებას, რომ ვერავინ ხელს ვერ შეუშლიდა და ესეთი მომენტი დადგა. რუსეთი დაკავებული იყო უკრაინის პრობლემებით, თავისი პრობლემებით, შიდა პრობლემებით და აქედან გამომდინარე მსოფლიოში პანდემია მძვინვარებდა და აი იხელთ ეს მომენტი აი ამ დროს და აღადგინეს თავიანთი ტერიტორიული მთლიანობა, რაღაც ნაწილი იყო დარჩენილი, მცირე ნაწილი, მაგრამ უკვე 2022 წელს და აქ რუსი სამშვიდობოები იდგნენ 2022 წელს, როდესაც განხორციელდა უკრაინაში რუსეთის შეჭრა და რუსეთი პარტუმასშტაბიან ომში ჩაერთო, აზერბაიჯანმაც ჩათვალა, რომ მისთვის ხელსაყრელი მომენტი დადგა და ის დარჩენილი ტერიტორია, სადაც სომხები ცხოვრობდნენ, ეს იყო სტეპანაკერტი, ამათთვის აზერბაიჯანული მხრისთვის ქალაქი ხანკენდი, დაიწყო სპეცოპერაციის ჩატარება და სრულიად აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა. ახლა ამის შემდეგ დაიწყო უკვე მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა რეგიონიდან რუსი ეგრეთ წოდებული სამშვიდობოების გაყვანას, აზერბაიჯანის დაცლას სრულად ყველა უცხოური სამხედრო ბაზიდან და ჯარისკაციდან და თავისი ტერიტორიების და თავისი პოლიტიკის, ასე რომ ვთქვათ, თავისუფლად გასატარებლად. და აზერბაიჯანმა დაიწყო თავისი პოლიტიკის გატარება, იმიტომ რომ გათავისუფლდა სრულად ყველანაირი ტვირთისგან. და მან სერიოზულად მოკიდა ხელი უკვე თურქული სამყაროს, დიდი თურანის შეკვრის შემაკავშირებელი გეგმების განხორციელებას და ამის ესე რომ ვთქვათ, შემდეგი რეალიზების ეტაპი იყო ზუსტად ზანგეზურის კორიდორის გახსნა. სულ ეს რამოდენიმე წელი მიდიოდა ამ თემაზე საუბარი, ხან ამ ფორმით, ხან იმ ფორმით, მაგრამ სულ რამოდენიმე დღის წინ ალბათ ისტორიული ვიზიტი დაარქვეს ამ ყველაფერს და მართლაც ასე იყო, სომხეთის პრემიერი ფაშინიანი ჩავიდა თურქეთში, შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს, არავინ იცის ზუსტად როგორ და რაზე ისაუბრეს, მაგრამ საინტერესო არის ის მომენტი, რომ ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა და თავადაც დაპატიჟა ერევანში თურქი კოლეგა. აი ამ მიმართულებით რა ცვლილებები დადგა, ამ მიმართულებით სომხეთს გადაკეტილი ჰქონდა, სომხეთს და თურქეთს ჩაკეტილი ჰქონდათ საზღვარი, ამ საზღვარს დღემდე იცავს რუსულ-სომხური კონტინგენტი, ასე რომ ვთქვათ. და ისტორიულად ამ ორი ქვეყნის დაახლოებას ხელს უშლიდა 1915 წელს მომხდარი პირველი მსოფლიო ომის დროს მომხდარი სომხების გენოციდი, რომლის აღიარებასაც სომხეთი ითხოვდა მთელი ამ ხნის მანძილზე და ასევე თურქეთისთვის მთავარი პრობლემა კიდე ასევე იყო აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიები, ყარაბაღის საკითხი, როგორც იცით, გადაწყდა, მაგრამ ეს საკითხი რაც შეეხებოდა სომხების გენოციდის აღიარებას და საერთაშორისო სასამართლოებში და საერთაშორისო დიპლომატიურ ფრონტზე ამ საკითხის მოხსნა, უკვე როდესაც დასრულდა ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტა, ეს საკითხიც ფაშინიანმა მოხსნა. პრაქტიკულად მხარეებს არ დარჩათ ისეთი მძიმედ ხელშესახები საკითხები, რომელ მძიმე ხელშესახებ საკითხებსაც ისინი ვერ მოაგვარებდნენ და დადგა ახლა ეს მომენტი, როდესაც ზანგეზურის კორიდორის გახსნის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო და როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ფაშინიანის თურქეთში ვიზიტის დროს ფაშინიანმა დადო პირობა იმის შესახებ, რომ ზანგეზურის კორიდორი იქნებოდა გახსნილი. ანუ ეს კორიდორი არის განსაკუთრებულ ინტერესში როგორც თურქეთის და თურქული სამყაროსი, ასევე არის დასავლეთის ინტერესებში. თავის მხრივ გააქტიურდა დასავლეთი, ევროკავშირმა სომხეთთან უვიზო ხელშეკრულების საკითხზე მოაწერა ხელი, ასევე სომხეთში შეიარაღებული ძალების დაფინანსებას და თანამშრომლობას მოაწერეს ხელი. სომხეთში ძალიან აქტიურად გააქტიურდა რუსოფობიული მიმართულება და
რუსეთის მიმართ უკვე მეორე წყენის პედალირება, ერთი ისტორიულად რომ თურმე ისინი არ დაეხმარნენ 1915 წელს სომხეთის გენოციდის დროს და მეორედ, როდესაც მათ უჭირდათ აზერბაიჯანში ყარაბაღის ომის დროს რუსეთი მათ არ დაეხმარა, ამიტომ ამაზე ძალიან კარგად იმუშავეს სპეცსამსახურებმა და სომხურ საზოგადოებაში რუსეთის მიმართ წყენა იქნა ძალიან მაღალ დონეზე გამოყენებული. სომხური საზოგადოებისთვის, ამიტომ სომხეთში დასავლეთის გავლენები სერიოზულად გაძლიერდა, სომხეთმა შეაჩერა რუსეთთან ოდეკაბეში ურთიერთობა, ასე რომ ვთქვათ, სამხედრო თანამშრომლობა, იცით, ეს არის ნატოს ანალოგია რუსული ვარიანტის, სომხეთიც იყო წევრი. ასევე ზოგიერთ მიმართულებაზე მესაზღვრეები აეროპორტებში და ესე შემდეგ, სადაც რუსი მესაზღვრეები იდგნენ, მათი მოხსნაც განხორციელდა და საუბარი წავიდა იმასთან დაკავშირებით, რომ საერთოდ თურქეთ-სომხეთის საზღვრიდანაც რუსი მესაზღვრეები გავიდნენ და რუსული ბაზაც გავიდეს საერთოდ, სომხეთმა კიდე ორიენტირება ევრაზიული კავშირის ნაცვლად გააკეთოს ევროკავშირზე. სხვათაშორის აღსანიშნავი არის ის, რომ სომხეთი ძალიან აქტიურად ავითარებს თავის ეგრეთ წოდებულ პარალელურ ექსპორტს რუსეთში, სანქცირებული ტვირთები, რომლებიც ევროკავშირში და დასავლეთში დასანქცირებული არის რუსეთისთვის, სომხეთის გავლით, საქართველოსთან ჯერ სომხეთი და სომხეთიდან შემდეგ რეექსპორტი რუსეთში, რამაც სომხეთის ეკონომიკის ზრდა გამოიწვია, მაგრამ ეს დასავლეთისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. აი საქართველოსთან მიმართებაში ეს პრობლემას წარმოადგენდა, რომ აი თუნდაც აი მანქანების ექსპორტი და ნაწილების ექსპორტიც კი რეექსპორტიც რომ რუსეთში აკრძალულიყო. აი სომხეთი ვინც ამას აკეთებდა, იმიტომ რომ გამოსულიყო რუსეთის გავლენებიდან, აი ამაზე დასავლეთს პრობლემა არასდროს არ ქონია, პირიქით ახალისებდა კიდეც. და აი დღესაც, როდესაც ჩავიდნენ დიდი ტაშფანდურით, კაია კალასები და ესე შემდეგ ხალხი და ხელი მოაწერეს სომხეთთან თანამშრომლობის საკითხს, აქედან გამომდინარე, არანაირი პრობლემა უკვე აღარ დარჩა და თურმე უკვე ერევანიც ევროპა არის. ნუ კარგი. ეს არის ძირითადი, ასე რომ ვთქვათ, ქრონოლოგია ამ ყველაფრის, მაგრამ აი ყველაფერი საიდანაც დავიწყეთ, რატომ აი ახლა და რატომ მაინცსა და მაინც, ასე რომ ვთქვათ, ამ დროსა და ამ სივრცეში მოხდა ეს ყველაფერი. ახლა ვინც არა საქმის კურსში, მინდა უთხრა ერთი რაღაცა, რომ აი როდესაც ახლა ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და აი ამ ვიდეოს ჩაწერას ვახორციელებ, აზერბაიჯანში, უკვე განთავისუფლებულ მიწაზე, ყარაბაღში, ყოფილ სტეფანაკერტში, რომელსაც ისინი ხანკენტის ეძახიან, მიმდინარეობს ერთი ძალიან საინტერესო ფორუმი. ძალიან საინტერესო ფორუმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. და გაჩვენოთ, რაზე ვსაუბრობ. Студия Медина Гурбановой в начале коротко о главных событиях к этому часу. Сегодня административный центр Карабахского района Азербайджана, город Ханкенди, станет площадкой для глобального диалога. Здесь при участии мировых лидеров пройдет 17-й саммит Организации экономического сотрудничества. პრინციპში მეტი საკმარისი ნამდვილად საჭირო ნამდვილად არ არის და ეხლა მინდა გითხრათ თუ აი ამ დაძაბულობის ფონზე რა ხდება ყარაბაღში, რა მნიშვნელოვანი მოვლენა არის მომხდარი და თავადაც დავუკვირდით ნაბიჯ ამ ყველაფერს. მოკლედ, ამ მომენტისთვის ყარაბაღში იკრიბება ისლამური სამყაროს ორგანიზაციის გაცრავად გაჩვენით წევრები. აი, არის ასეთი ორგანიზაცია, რომელ ორგანიზაციასაც ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია ეწოდება. დაგვირდით ქვეყნებს დაგვეყნებია თურქეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი. ქვეყნები, რომლებიც
ან თურქული სამყაროს წევრები არიან, ან ისლამური სარწმუნოების ქვეყნები. მათ შორის ერთი არის ირანი, რომელიც რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი არის. დიდად არავისთვის მისაღები არ არის, მაგრამ როგორც ქვეყანა და როგორც რეგიონალური მოთამაშე და ქვეყანაში, სადაც დაახლოებით 20 მილიონი მეტი თურქი ეროვნების, თურქული წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს, ასევე მეზობელი, ისიც მოწვეული არის ამ ფორუმზე. მინდა გაჩვენოთ ეს ქვეყნების რუკა, თქვენთვის რო გასაგები იყოს, რა ქვეყნებზე არის საუბარი. ეს ქვეყნები, ამ ქვეყნების ლიდერები, მათ შორის სხვათა შორის ავღანეთიც მათ შორის. ამ ქვეყნების ლიდერები, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ ეკრანზე, თურქეთიდან დაწყებული, დამთავრებული ავღანეთით და პაკისტანით. ხაზი მინდა გავუსვა, პაკისტანი ბირთვული სახელმწიფოა. ახლა შეკრებილები არიან ყარაბაღში, ქალაქ ხანკენდიში და მიმდინარეობს ფორუმი, რომელიც ეძღვნება ამ მუსულმანური და თურქული სამყაროს თანამშრომლობას და განვითარებას, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, პოლიტიკურ კავშირებს. რისი თქმა მინდა, თურქული სამყარო ნელ-ნელა ყველანაირი, ასე რომ ვთქვათ, საშუალებებით, იქნება ეს ეკონომიკური, ენერგეტიკული თუ სხვა რაიმე კავშირები, ახდენს ერთ მუჭად დაჯგუფებას. და მათი შეკრების წერტილი ამ გართულებულ ფონზე არის აზერბაიჯანი, კონკრეტულად ყარაბაღი, რომელიც ითვლება ბოლო დროის ისლამური სამყაროს ერთ-ერთ დიდ მიღწევას, საიდანაც განთავისუფლებული იქნა ოკუპაციის შედეგად და მე მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკულად ირანის გარდა თითქმის ყველა ქვეყანა ეხმარებოდა აზერბაიჯანს სხვადასხვა ფორმით, რომ ყარაბაღში აზერბაიჯანს აღედგინა ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომ, როდესაც დაიწყეთ ქართველები ლაპარაკს, მოძმე ქვეყნები და მოძმე ერები, ესენი არიან მოძმე ერები. სისხლით ნათესავები და რწმენით ნათესავები ერთმანეთში და ჩვენ ასეთი მხარდამჭერები და გულშემატკივრები ქართველებს სოფლიოში არ გვყავს. აზერბაიჯანს ყავს. აზერბაიჯანის ირგვლივ იკრიბებიან ამ დროში, ამ დროსა და სივრცეში ყარაბაღში ხდება ამ ქვეყნების შეკრება. საინტერესო არის თვითონ ის ფაქტი, რომ როგორ მოხდა თავად სომხეთის პრემიერ-მინისტრის და სომხეთის ჩაბმა ამ ყველაფერში, მაგრამ სანამდე ამ საკითხზე გადავიდოდე, მანამდე მინდა თვითონ ამ ფორუმის დაწყების მომენტში, რომელიც მიმდინარეობს ბაქოში, გაჩვენოთ ერთი მომენტი. ალიევი ყველა თავის მოკავშირეებთან ერთად და სხვათა შორის პლუს მინდა ერთი ვთქვა, აქ მარცხნიდან მეორე დროშა, უბრალოდ მარჯვნიდან მეორე დროშა, ამ ფორუმში ასევე მონაწილეობს ჩრდილოეთ კვიპროსი, ეს არის თურქეთის მიერ ოკუპირებული კვიპროსის ტერიტორია, რომელიც არ აღიარებული არის როგორც აფხაზეთი მთელ მსოფლიოში, ჩრდილოეთ კვიპროსის ნაწილიც. ალიევმა მიიღო ეს ადამიანები, პირველი პირები, დღეს ირანის პრეზიდენტი უნდა ჩამოსულიყო, თურქეთის პრეზიდენტიც იყო ჩასული და დაიწყო ფორუმი, მაგრამ საინტერესოა როგორი განცხადებებით დაიწყო ეს ყველაფერი. გაცრავად. ფორუმი, რომელიც იქნა გახსნილი დილას, მასზე სიტყვით წარსდგა აზერბაიჯანის პრეზიდენტი და პირველი განცხადება, პირველი მოთხოვნა, რაც გააჟღერა, ეს იყო
დასავლეთ აზერბაიჯანში და დასავლეთ აზერბაიჯანი, რასაც ესენი უწოდებენ, ითვლება ზუსტად სომხეთის სამხრეთი ტერიტორია. საიდანაც სომხეთ აზერბაიჯანის დაპირისპირების დროს არაერთი აზერბაიჯანელი, კი არა, თითქმის ყველა აზერბაიჯანელი იქნა გამოდევნილი. ამიტომ ამ ფორუმზე პრობლემა, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი არის და დღის წესრიგში დგას ამ მუსლიმანური ქვეყნებისთვის, აზერბაიჯანის თვალთახედვით ასე უნდა იქნას გადაწყვეტილი, რომ დასავლეთ აზერბაიჯანში, რომელსაც სომხები თავის დე იურე ტერიტორია მთელი მსოფლიოც ამას თვლის, უნდა იქნან დაბრუნებული და უნდა იქნას მათი სტატუსი და მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი აი ამ ტერიტორიაზე. აი ამის შემდეგ უკვე მოხდება ის პროცესები, რა პროცესებიც უნდა განხორციელდეს, ანუ კომუნიკაციური დაკავშირება და საკომუნიკაციო დაკავშირება უკვე ეს ტექნიკური საკითხია და პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ეს კორიდორი რომ იქნას დაცული, საჭირო არის აზერბაიჯანული მოსახლეობა. და უკვე სომხეთის მხრიდან გახსნას მარტო კი არ ითხოვენ. აი ამ ტერიტორიაზე აზერბაიჯანული მოსახლეობის დაბრუნებას და დასახლებას, იმიტომ რომ შემდეგ მომავალში რო რაღაცა პრობლემები შეიქმნას კორიდორთან დაკავშირებით, დაგვირდით რა შეასაქმე, აზერბაიჯანმა და თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა თავისი მოქალაქეების დაცვის საბაბი მიიღოს მარტივად. აი ეს არის ამ ყველაფრის თავი და თავი. ანუ პრაქტიკულად ისინი არ ეუბნებიან სომხეთს, რომ დამითმე შენი ტერიტორია დე იურეთ, რომელიც არის მსოფლიოში აღიარებული, მაგრამ ამ ტერიტორიაზე დაბრუნე აზერბაიჯანის მოსახლეობა, რომელიც დემოგრაფიულად და ასე რომ ვთქვათ, ფიზიკურად დაიცავს აი ამ კორიდორს და ამის შედეგად ხელფეხი გაიხსნება უკვე ანკარას და ბაქოს მომავალში თავისი მოქალაქეების, თავისი ეთნიკური ძმების დასაცავად უკვე სომხეთის ტერიტორიაზე კონკრეტულად აი ამ მიმართულებაზე. აი ამით დაიწყო დღეს ფორუმი, რომელი ფორუმიც გრძელდება და საინტერესო არის რა შედეგებით იქნება მომავალში. ხლა რაც შეეხება თვითონ აი ამ საკითხს, თუ როგორ, აი უფრო მეტი დეტალიზირებულად რო იყოს თქვენთვის გასაგებად, თუ აი რას ითხოვს აზერბაიჯანი. აი ამ რუკაზე კარგად არის ნაჩვენები, ეს ვიწრო ყელის მონაკვეთი, რომელი მონაკვეთიც არის ძალიან პრობლემური, როგორც სომხეთისთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის, მთელი მსოფლიოსთვის აი ამ მომენტში საკითხის გადასაწყვეტად. არის სულ რაღაც 53 კილომეტრიანი მონაკვეთი, აზერბაიჯანის მხრიდან აქ მიყვანილი არის როგორც სახმელეთო გზა, ასევე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ყველაფერი და შემდეგ ნახჭევანთან დასაკავშირებლად, ნახჭევანიდან კიდე თურქეთში დასაკავშირებლად ეს გზები უკვე ხსნილი არის, რომ ეს თქვენთვის გასაგები იყოს. თუ რაზე არის საუბარი? აზერბაიჯანმა თავისი მხრიდან ეს ყველაფერი დაასრულა, მათ შეეძლოთ რომ გაეგრძელებიათ ეს ასე რომ ვთქვათ, გზა და ანუ სომხეთის გავლით არ მომხდარიყო და მომხდარიყო ირანის გავლით, სხვათა შორის ამაზეც საუბარიც მიდიოდა, გადაწყვეტილიც თითქმის იყო ეგ საკითხი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში უკვე ამ მიმართულებაზე აზერბაიჯანელების დასახლება, აზერბაიჯანელების დაცვა და ასე შემდეგ სამომავლოდ და ამ ტერიტორიების ინტეგრაცია უკვე თავიანთ სახელმწიფოებში გამორიცხულიყო. აი ამ შემთხვევაში კიდე ძალიან მარტივი არის. ეხლა რაც შეეხება სომხეთს. ეს რუკა სხვათა შორის იქნა თბილისში წარდგენილი ფაშინიანის მიერ ვიზიტის დროს, როდესაც ხდებოდა განხილვა სხვადასხვა საკითხების,
სადაც ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთს შეუძლია სოფლიოს შეთავაზოს დასავლეთი აღმოსავლეთის მიმართულებაზე თავის ტერიტორია კორიდორების გახსნა და სომხეთი იქცეს როგორც ლოჯისტიკურ ხაბად, ასევე სატრანზიტო კვანძად. და ის, რასაც ევროკავშირი დასავლეთი აჯერებს სომხეთს, რომ თურქულ სამყაროსთან ერთად თუ კი თქვენ გადადგამთ აი ამ ნაბიჯს, ასეთ შემთხვევაში სომხეთი როგორც სახელმწიფო ეკონომიკურად განვითარდება, მას გაიხსნება კორიდორები აღმოსავლეთით, დასავლეთით, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთის სამხრეთის მიმართულებაზე ეს კიდე ცალკე კორიდორი არის, რომელსაც რუსეთი ითხოვს. ესეთ შემთხვევაში სომხეთს ექნება ძალიან კარგი ეკონომიკური სვლა და ზრდა და აი ზუსტად ევროპის და დასავლეთის მოთხოვნით და შეპირებით სომხეთი მზად არის ეს კორიდორი გახსნას, რითაც სომხეთი, რომელიც არის პრაქტიკულად ჩაკეტილი ქვეყანა, გახადოს, როგორც თავად უწოდებს ფაშინიანი და უწოდებენ, სოფლიოს გზაჯვარედინი. ისლამური ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური კავშირის შეკვრის სანაცვლოდ სომხეთს მიენიჭება სატრანზიტო ქვეყნის სტატუსი, რითაც მოხდება სომხეთის როგორც ქვეყნის გამდიდრება, შემოსავლის მიღება და ჩაკეტილი ქვეყნიდან გახსნილი ქვეყნის და რაც მთავარია. ამ ყველაფერში რუსეთი თავიდან ბოლომდე უნდა იყოს გამორიცხული. უნდა იქნას გამორიცხული როგორც პროექტის წევრი, როგორც მონაწილე, როგორც დამკვირვებელი და როგორც ხედავთ. ამ ქვეყნებში არც რუსეთი მონაწილეობს, არც საქართველოს მონაწილეობს, არც სხვა რომელიმე ქვეყანა მონაწილეობს. ეს არის პრაქტიკულად დახურული კლუბი, რომელშიც ძირითადად არის თურქული ოჯახის წარმომადგენლები და 100%-ით ყველა ისლამური სახელმწიფო. ახლა მე მგონი მარტივად გასაგები ხდება ის მიზეზი და ის მიზანი, თუ რატომ მოხდა ამ დროსა და ამ სივრცეში აზერბაიჯანის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენული სახელმწიფოს წარმოდგენა რუსეთის მიმართებაში, რომ ის არ მოითმენს მისი მოქალაქეების მიმართ ესეთ დამოკიდებულებას და უკვე ხელისგულზე ჩანს, რომ დიდი თურქული ოჯახი, რომელიც იკვრება, ასევე პირდება აზერბაიჯანს, რომ ის არ არის მარტო, მას არ დატოვებენ მარტო, ამიტომ აქედან გამომდინარე გამაგრებული აზერბაიჯანი იათ მიდის დაპირისპირებაზე რუსეთთან. ეს არის სინამდვილეში ის დაპირისპირება, რომელი დაპირისპირებაც ვითომდა ორი მოქალაქის მკვლელობის გამო იქნა რუსეთს და აზერბაიჯანს შორის დაწყებული. ამ ყველაფერს შემოკარგებო გააჩნია ძალიან დიდი, ესე რომ ვთქვათ, გეგმა, რომელი გეგმაც საბოლოო ჯამში ყველა ქვეყანას აქვს თავისი განვითარების გეგმა. ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, რომ ოსმალეთი როგორც სახელმწიფო იმპერია, ყოფილი იმპერია და რომელსაც ყველანაირი ისტორიული გამოცდილებაც, თავისი ეთნიკური შემადგენლობაც და სხვა ბევრი რამეც გააჩნია საიმისოდ, რომ შექმნას ძლიერი მომავლის ძლიერი იმპერია მოქმედებს თავისი გეგმიდან გამომდინარე. ეს ახლა რასაც ხედავთ, ეს არის, რა თქმა უნდა, დე იურე უკვე არსებული სახელმწიფოების
კავშირი დიდ თურანთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა მინდა გაჩვენოთ ერთი რუკა, სადაც უკვე არსებულ ქვეყნებში მაცხოვრებელი თურქულენოვანი და მუსლიმანური სარწმუნოების მოსახლეობა, რომელიც მომავალში როგორ უნდა იქნას ინტეგრირებული აი ამ გაერთიანებაში და ეხლა მინდა გაჩვენოთ ის, რასაც აი ამ რუკაზე თქვენ რასაც ხედავთ, როგორ ხედავენ დიდი თურანის ქვეყნები ისლამურ სამყაროს და ისლამურ გაერთიანებას. აი როგორც ხედავთ, აქ შედის ირანის ჩრდილოეთი ნაწილი, აქ შედის სირია, აქ შედის ერაყის ჩრდილოეთი ნაწილი, აქ შედის ჩინეთის სხვათა შორის დასავლეთი ნაწილი, აქ შედის ყირიმელი თათრების მაცხოვრები ყირიმი, აქ შედის მოლდავეთის ტერიტორიაზე არსებული გაგაუზია, საბერძნეთის, ბულგარეთის და რაც ჩვენთვის საინტერესო არის საქართველოს ტერიტორიას როგორ განიხილავენ ისინი. როდესაც დავაკვირდებით ჩვენ საქართველოს ტერიტორიას, აქ როგორ განიხილავენ საქართველოს ტერიტორიას, როგორ განიხილავენ დიდი თურანის წევრები. აი ეს შემთხვევაში საქართველოს ტერიტორია უნდა იქნას განაწილებული თურქეთს, აზერბაიჯანს და ჩრდილოეთ კავკასიის კონფედერატთა შორის. აკვირდით აი ამ რუკას, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში და დასავლეთ საქართველოს მიმართულებაზე ძირითადად მოიცავს ვარსკვლავებით მოჭედილ მწვანე ზოლებით, ანუ ამერიკის დროშის ანალოგია არის პრაქტიკულად. ეს დროშა ვინც არიცით, ეს არის ცოტა ვეცდები ვნახო ახლა ეს დროშა და გაჩვენოთ. ეს იყო ორგანიზაცია, რომელსაც წარმატებით იყენებდნენ აფხაზეთის ომის დროს საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც აერთიანებდა ჩრდილოკავკასიელ და არა მარტო ჩრდილოკავკასიელ, ჩემო გარგებო, მებრძოლებს. მთიელ ხალხთა კონფედერაცია. ეს არის და ეს დროშა არის მათი ეს გაჩვენებთ, რასაც წარმოადგენს. მთიელ ხალხთა კონფედერაციის დროშა. ძროთ აი ეს დროშა არის, რომელმაც უნდა დაიკავოს მომავალში საქართველოს ტერიტორია. თურქულ სამყაროში. და აი ამ კონფედერაციაში, სხვათა შორის, უნდა შევიდნენ არა მარტო მთიელ ხალხთა კონფედერატები, აქ უნდა შევიდნენ თურქეთში მცხოვრები გამაჰმადიანებული ქართველები, იგივე თურქი მესხები და ასე შემდეგ, რომელთა დასახლებაც უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე და ქართული მართლმადიდებლური ქრისტიანული საზოგადოება უნდა იქნას ჩანაცვლებული გამაჰმადიანებული ქართველებით. ეს არის თურქული იმპერიალისტური ხედვა, თუ მათ როგორ ესახებათ საქართველოს პრობლემის გადაჭრა და მართლა პრობლემა არის საქართველოს თავისი მდებარეობით, აი იმ გზაზე, რა გზასაც ადგას თურქეთის იმპერია. თავისთავად ეს ყველაფერი ჯერჯერობით და გასაგებია ხდება ეკონომიკური კავშირებით, გასაგებია ენერგეტიკული კავშირებით, გასაგებია კულტურული კავშირებით, ეს ყველაფერი და მას ღიათაც ამბობენ, რომ
დავით ოღლუ პირდაპირ აცხადებდა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ საზღვრებს, პატივს ვცემთ ქალაქებს, პატივს ვცემთ სახელმწიფოებს, მაგრამ ჩვენ მოძმეებს ჭირდება კავშირები ბათუმთან, დამასკოსთან, რა ვიცი, კაიროსთან და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში თურქული გეგმის რეალიზების ჭეშმარიტი სახე არის ეს. აი ეს პრობლემა თავშივე, ესე რომ ვთქვათ, ჩვენთვის მე არ ვსაუბრობ ჩვენთვის, რომ დიდი თურანი რა პრობლემა შეუქმნის საქართველოს. დიდი თურანში საქართველოს უბრალოდ არ იხსენიება. იმიტომ რომ ეს ტერიტორია ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო და უნდა შევიდეს ოსმალეთის იმპერიის ნაწილში. და ზუსტად იგივე ტრადიციული გეგმით არაფერი ახალი ხდება დედამიწაზე, რაც არ არსებობდა, მაშინაც ასე იყო, ითხოვდნენ გამახმადიანებას, ითხოვდნენ თურქული სამყაროს წევრობას და გააგრძელებდნენ მშვიდად ცხოვრებას. თუ იქნებოდი ქრისტიანი, თუ იქნებოდი ტრადიციების დამცველი და ძველი ვინც იყავი, ასე შემთხვევაში პრობლემა გექნებოდა. საქართველოს საერთოდ არ მოიაზრება, როგორც სახელმწიფო ცალკე აქ, როგორც ხედავთ, გაყოფილია კონფედერატებს და თურქეთს და აზერბაიჯანს შორის. მაგრამ აი ეს გეგმა თავის თავში ვისკენ არის მიმართული, რა თქმა უნდა, როგორც ხედავთ, ეს გეგმა მიმართული არის საბოლოო ჯამში რუსეთის მიმართ, რუსეთი, რომელიც ფლობს უზარმაზარ ავტონომიებს და ისეთ ძლიერ ავტონომიებს, როგორიც არის ტატარստანის ავტონომია, როგორიც არის ბაშკირსტანის ავტონომია, როგორიც არის, თქვათ, ყალმუხების ავტონომია და ასე შემდეგ, რომლებიც როგორც ჰუმანიტარული კავშირებით დაკავშირებული არიან აი ამ ორგანიზაციებთან, რომელ ორგანიზაციებსაც ქმნის ერდოღანი. აქედან გამომდინარე, ურთიერთობის გაფუჭების ძალიან კარგი მომენტი დადგა, ამიტომ არ გაუშვეს ეს ხელიდან თურქული სამყაროს წარმომადგენლებმა და აი შედეგს ვღებულობთ პირდაპირ. ეს არის ჩემი აზრი, თავს არავის არ ვახვევ, უბრალოდ დროსა და სივრცეში ეს ყველაფერი არის ხელის გულზე. ახლა გამოსავალი რა აქედან ჩვენს სამყაროში, ჩვენს ცივილიზაციაში, ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენ არ განვეკუთვნებით არც თურქული სამყაროს ნაწილს, ჩვენ არ განვეკუთვნებით არც დასავლური სამყაროს ნაწილს და ჩვენ არ განვეკუთვნებით არც სლავური სამყაროს ნაწილს. ჩვენი ერთადერთი კავშირი ჩვენს ირგვლივ მეზობლებთან ეს არის მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობა, რომელიც გვაკავშირებს რუსეთთან. ზუსტად რომ მართლმადიდებლობის დაცვის საბაბით თავის დროზე რუსეთმა გაწმინდა კავკასიის ტერიტორია, ბალკანეთი, ოსმალური იმპერიიდან და სპარსული იმპერიიდან ძირითადად. ის სამხედრო ბაზები, რომელიც სამხედრო ბაზებიც იყო განთავსებული კავკასიაში, ეს ითვალისწინებდა რუსული იმპერიის შენარჩუნებას და შეჩერებას. და ოსმალური და სხვა თურქული, სპარსული ან თურქული იმპერიების. აქედან გამომდინარე, ის რაც ხდებოდა წარსულში, ის ხდება იგივე დღეს. უბრალოდ განსხვავება არის ერთი რაღაცა. თუ მაშინ ცხენზე ამხედრებული აკლემები, სპილოები და მსგავსი რაღაცები ხდებოდა იერიში და გადაადგილება არმიის, დღეს ხდება ტანკით, ავიაციით, რაკეტით და ასე შემდეგ. თორე ადამიანების ბუნებაში, სახელმწიფოების ინტერესში და ასე შემდეგ, არსად არ გამქრალა და არსად არ წასულა ის გეგმები, რაც იყო თავის დროზე. ტექნოლოგიები შეიცვალა უბრალოდ. არ ვიცი, ამიტომ ჩვენ ვინ გადაგვარჩენს? დასავლეთი და ევროკავშირი და ნატო? შორის თურქეთი ნატოს წევრია სხვადასხვა. თუ მივიღოთ ისლამი და გავხდეთ თურქული სამყაროს წევრები. თუ ვიფიქროთ იმაზე, რომ რაღაცნაირად დავალაგოთ ურთიერთობა იმ დიდ იმპერიასთან, რომელმა იმპერიამაც მოგწონს თუ არ მოგწონს თავის დროზე ისლამური კლანჭებიდან გამოთყავა საქართველო, როგორც ერი ფიზიკურად და სარწმუნოებრივად გადარჩა. არ მარტო გადარჩა, გამრავლდა და დღემდე მოიტანა სახელმწიფოებრივად. რა ვიცი, ეს თანამედროვეობის ქართველებს აქვს მისიათ
აი ესეთ რთულ პერიოდში როგორ იმოქმედოს თორე ჩვენ არა ვართ აზერბაიჯანი და ჩვენ არა ვართ აზერბაიჯანელები. მათთვის ეს ყველაფერი ბუნებრივია და ჰარმონიულია. ჩვენთვის ეს ყველაფერი ის არის, რასაც თავის დროზე ჩვენი წინაპრები საუკუნეების მანძილზე ებრძოდნენ. მოკლედ დღეს ამით მინდა დაგემშვიდობოთ. მომავალ შეხვედრამდე მომავალშიც გავაგრძელებ მსგავსი ფორმით ვიდეო ბლოგების ჩაწერას, უფრო მეტი ინფორმატიულობა რომ იყოს ჩემი აუდიტორიისთვის. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და ჯერჯერობით თქვენს გარეშე მიმდინარეობს ეს ყველაფერი, თუმცა მომავალში, რა თქმა უნდა, თქვენს იქნებით ამ ბლოგის წევრები და თქვენი აზრის გამოხატვის საშუალება გექნებათ. კარგად ბრძანდებოდეთ.